ბატონო, დღესაც კი დარწმუნებული ვარ, ყველას ვისაც კი ფეხბურთი უყვარს, ფეხბურთზე დადის, დღესაც კი მაგ ბავშვებისთვის ოცნება მადრიდის რეალში თამაში. თქვენ გქონდათ ეგ შანსი მადრიდის რეალის პრეზიდენტმა გამზადებული კონტრაქტი მოგცათ. მაგრამ მადრიდის რეალში არ გადახვედით. ეს არ გადახვედით თუ იმ კომუნისტური პირობების გამო ვერ გადახვედით? არა, რა თქმა უნდა ვერ გადავედი, იმიტომ რომ და რა შეიცვლებოდა თქვენთვის რომ გადასულიყავით? ნუ მე არ ვიცი ახლა რა შეიცვლებოდა კომუნისტებისგან რა არის მოსალოდნელი მე არ ვიცი. თუმცა ხვდებოდი რა, ახლა ქვეყანა რომელიც ედუარდ სტრელცოვს 7 წლით ციხეში ჩასვავს 18 წლის მსოფლიო დონის ვარსკვლავს, ხო, ადარებდნენ, მაშინ უკვე პელეს ადარებდნენ, გარინჩას ადარებდნენ და 7 წელი მისცეს და 7 წელი იჯდა. ესე კი არ იყო რომ 7 წელი მისცეს და თქვა 9 წელი დააჯინეს და გამოუშვეს. 7 წელი გაატარა ციხეში. აი მაგის მაგალითი რო გააქვს და შენ ამის არჩევნის იმაში ხარ, ხო? შენ ფიქრობ რომ კაი, ნუ მე წავედი, კარგად ავარ რეალ მადრიდში, მაგარი ხელფასი მაქვს, მაგარი დაფასება მაქვს, მაგარ გუნდში ვთამაშობ, მაგრამ შენ ყავს მამა, შენ ყავს დედა, შენ ყავს ძმა, შენ ყავს ნათესავი ვიღაცა, მაგათ რა მოუვათ ამ ხელში, არავინ არ იცის, ხო? ამიტომ ამაზეც ფიქრობ და ამისგან გამოდიხარ შენი მომავალს რო ირჩევ, ხო? მაგ პერიოდში 91 წელს ფიქრიც კი აი კგბ-ს რო გაეგო რომ შენ მაგაზე ფიქრობ, უკვე მაგაზე დაგჯიდნენ რა, რაღაცა ფორმით დაგჯიდნენ. და მით უმეტეს მაგაზე იფიქრო რომ ეხლა არ შეიძლება ამაზე ლაპარაკიც კი და შენ ამაზე მიდიხარ, რა თქმა უნდა ძალიან დიდი კითხვებია რა მოხდებოდა მერე.